ჯერ კიდევ მიმდინარე და განსაკუთრებით გასულ წელს, რამდენიმე ადამიანი სხვებს ურჩევდა აღარ ესწავლათ კოდის წერა, რადგან მას AI დაავტომატიზებდა. მიმაჩნია ამას გავიხსენებთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცუდ კარიერულ რჩევას. რადგან როცა რაღაც მარტივდება, მეტმა ადამიანმა უნდა აკეთოს ის და არა ნაკლებმა. ჩემი აზრით, როდესაც სამყარო გადავიდა ფერფო ბარათებიდან კლავიატურებზე, პროგრამირება გამარტივდა და ის მეტმა დაიწყო. როდესაც სამყარო ასემბლერიდან COBOL-ზე გადავიდა, იწერებოდა სტატიები, რომ გვაქვს COBOL-ი. პროგრამირება იმდენად მარტივია, რომ პროგრამისტები აღარ გვჭირდება, თუმცა საპირისპირო მოხდა. მართლაც, ახლა როცა AI-ის დახმარებით ვწერთ კოდს, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტმა უნდა დაწეროს ის და ვფიქრობ, ინდივიდუალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნას პრაქტიკული ზღვარი არ აქვს. ასე რომ შექმნის ფასის შემცირებით, რაც მართლაც ხდება, სამყაროში უფრო მეტი და ხარისხიანი აპლიკაცია გამოვა. თუმცა, დეველოპმენტის სფერო იცვლება. არსებობს სტერეოტიპი ახალბედა კურსდამთავრებულზე, როგორც Gen AI თაობაზე, რომელიც ბევრად გამოცდილ სპეციალისტებს ჯობნის. მე ძალიან პირდაპირ ვიქნები და გეტყვით, რასაც ვხედავ. ნამდვილად სიმართლეა, რომ კურსდამთავრებული, რომელიც AI-ის კარგად ფლობს, აჯობებს 10 წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერს, რომელიც ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც 2022 წელს, 3 წლით ადრე Gen AI-მდე. 3 წლის წინ. მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც ნაკლებადაა დაფასებული, არის ის, რომ ჩემთვის ნაცნობი საუკეთესო პროგრამისტები არ არიან ახალბედა კურსდამთავრებულები. ახალბედებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. ისინი ფაქტობრივად არიან ძალიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც ღრმად ესმით არქიტექტურა და კომპიუტერების მუშაობის კონცეპტუალური ჩარჩო და დამატებით ბრწყინვალედ ფლობენ AI-ს და მის უნარებს.